გამარჯობა, მე ვარ ცესანა ჩარკვიანი. რამდენი წლის? რამდენი წლის? 71 წლის. რამდენიმე ხნის წინ დამიდგინდა, ერთი თვის წინ. ორივე თვალში გლაუკომა. წნება მაღალი ქონდათ? როდესაც დაგიდგინეს? კი, წნებაც 20 არა ნიშნულობა, კი ბატონო. მაღალი წნევარი პროცესის და ორივე თვალში იყო ეს გლაუკომა. კი ბატონო. და გამომეზარე სწრეთები, რომელსაც ვიწვეთებდი. აი ამ წვეთებს. შემდეგ ხედველობას იმოქნება წვეთების თვალი მარცხენა თვალში უფრო მიჭირდა ხედველობა, დაბინდული მქონდა, რაღაც შტილებს ხედავდი. და შემდეგ გადავწყვიტე ჩემი შვილის დაძალებით მოვიყავი მაგა ექიმთან. რატო გაძალებდა თქვენი შვილი, ქალბატონო? იმიტომ რომ გაგებული ქონდა ეს უმცროსი შვილი სოფია. კი ბატონო. გაგებული ქონდა თავის ლექტორისაგან, რომ თქვენ ძალიან კარგი სპეციალისტი. არა, აი აპარატურით რომ მოგემატა, ყოველივე წამალი გაგიკეთეთ რაიმე წამალი. არანაირი წამალი. ნევსი? არც ნევსი. ოპერაცია. მხოლოდ აპარატურით მომემატა მხედველობა უკვე. და თქვენ არ გეჯერათ, რომ აპარატურით შესაძლებელი იყო ამის გაკეთება? არ ვიცი, აი ნახევრად მეჯერა, იმიტომ რომ გამოცდილი თქვა ჩემ შვილიშვილს ხომ უკურნალებ და ძალიან კარგი შედეგი ქონდა და სადღაც მეჯერა კი. გაიხარეთ. თუ გახსოვთ ქალბატონო ცისანა, რა 10 ხაზი ხო შორს და ხო არ არის მარტო შორს და ახლოს ხედველობა და ყველას ვამახსოვრებინე 10 ხაზის ნაცვლად მარჯვენა თვალიდან რამდენ ხაზს ხედავდით? 2 ხაზს ხედავდი. მარცხენიდან? ერთს და რაღაცა. აი მეორე დღეს, როდესაც ჩვენ სატესტო პროცედურები ჩავიტარეთ, თუ გახსოვთ, რამდენი დაინახეთ ის? ხედავდი 5 და მეორე თვალში 6. ანუ რამდენი პროცენტი მოგემატათ? 40% და 30% მოგემატათ მხედველობა. კეთილი, დღეს მე რამდენი დღე გაქვთ მაგოთერაპიის? ეს არის მესამე. და რამდენი ხაზი დაინახეთ? შორს დავინახე უკვე 10 ხაზი. ანუ ის რაც ნორმაა, ხო? აი ახლა ერთი შეკითხვა მაქვს. თქვენ ამას ყოფაში როგორ ატყობთ, ჩემო ქალბატონო? უფრო მკვეთრად ხედავ ყველაფერს აგნებს. ეს შდილი, რომელიც მქონდა თვალში, ნისი ხო აღარ მაქვს. სხვადასხვა რაღაც დადიოდა ხო, რაღაც წერტილს ხედავდი ჭრელად, იმასაც ვეღარ ხედავ უკვე. კი ბატონო, აი თქვენი გონები არ ვიცი. როგორ არ ვიცით? კაიად უცუდია. ნუ რა ვიცი, აი ძა. ასეც მართლა არ ველოდო. დაუჯერებელია, ხო? ქალბატონო ცისანა, აი მაინტერესებს პროცედურები აპარატურაზე მტკივნეულია, სახალისოა, სასიამოვნოა. პირიქით სასიამოვნოა. უკაცრავად. და აი მაინტერესებს პირველ დღეს რამდენ ხანში მოგემატათ ხედველობა, ტესტირება რო ჩავიტარეთ. რამდენ ხანში, რამდენ საათში? 1 საათიც არ იყო. და აი თქვენი შეგრძნებები ქუჩაში რო გახვედით, მანქანა დაინახეთ, აი ძალიან მაინტერესებს თქვენი შეგრძნებები, ხო? ადრე ახლა ძალიან ახლოს ხედავდი ეს მანქანა ნომრებს და ახლა ცოტა შორს დავინახე, რა ვიცი ძალიან. კმაყოფილი ჯანდები. კი ბატონო. ანუ გავაგრძელებთ ურთიერთობას, ხო? დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. ძალიან კარგი ქალბატონო ცისანას ჰქონდა გლაუკომა, მისი მხედველობა მოიმატა 40%-ით. მხედველობის ველი, ანუ გვერდითი მხედველობა, ხო? არ ჰქონდა ძალიან შევიწროვებული, მაგრამ დღეს უკვე მარჯვენიდან დავიდა 90-მდე და მარცხენა რამდენი ვთქვით 80%. ამასაც აღიქვამთ, ანუ ქუჩაში რომ მიდიხართ, გვერდიდან ვინ მოდის, უფრო შორიდან ხედავთ, ქალბატონო ცისანა, ოღონდ ზდილობისთვის არ დამითან. დიდი მადლობა ინტერვიუსთვის, გმადლობთ.